ადამიანი, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობდა და პატივსცემდა, ცნობილი ჟურნალისტი და უბრალოდ ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი, ცოცხლად არის დამარხული 4 კვადრატულ მეტრ ოთახში, რომლის კედლებზე ჩხამიანი ობი არის მოდებული. აქ ის არავინაა, ამ საცხოვრებელზე არანაირი საბუთი არ აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეს. გოჩა, რომელიც ადრე ძლიერი და აქტიური ადამიანი იყო, ახლა თითქმის ვერ დგება საწოლიდან. ჭარბი წონა და ხერხემალში 6 თიაქარი მას ყოველი მოძრაობისას საშინელ ტკივილს აყენებს. მას საწოლში გვერდის შეცვლაც კი უჭირს. მამაკაცს წამლები და გამოკვლევები ესაჭიროება, მაგრამ ფული ყველაზე აუცილებელზეც კი არ ყოფნის. ნახევარი პური, მანანის ფაფა და გაწყარებული მაწვნის სუნიანი. აი დღევანდელი დღის მთელი ულუფა. მადლობა კეთილ მეზობელს, რომელმაც უფასო სასადილოდან გოჩას ულუფა მოუტანა, რადგან ხშირად დღეები სრულიად შიმშილში გადის. საერთო საცხოვრებელში არც ხელი წყალია, არ ჩხაპი და არც გათბობა. გამათბობელიც არ აქვს და გოჩა იძულებულია მუდმივად გასქურა ანთოს, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ოღონდ ოდნავ მაინც გათმეს. მოდით დავეხმაროთ გოჩას იგრძნოს, რომ ის არ არის დავიწყებული და მარტოსული. მისი გადარჩენა ახლა აუცილებელია. არავინ იმსახურებს იმას, რომ სიცოცხლის ბოლოს სიცივეში ნახევრად დანგრეულ პატარა ოთახში ატარებდეს დღეებს. გახსოვდეთ, ოდესღაც ჩვენც დავბერდებით. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.